გოგა ჯიჯიჯი წერტილი ქო წარმოგიდგენთ მონაწილეობენ კენან იმირზალიოღლუ ბერგუზარ ქორელი ჩეთინ თექინდორი იურდაერ ოკური ერქან ავჯი მელიქე იალოვა რიზა ქოჯაოღლუ აციზ ქარადუმანი ლეილა ლიდია თუღუთლუ შეპმენ დილიგილი ელიფ სიონმეზი ჯენან ჩამიურდუ ასლი ორქანი კადირ ჩერმიკი და სხვები აგრეთვე ჯივან ჯანოვა და ერჰან იაზიჯიოღლუ კომპოზიტორი თოიგარ იშიკლი სცენარის ავტორები სემა ერგენეკონი ეილემ ჯანფოლათი პროდიუსერი კერემ ჩათაი რეჟისორები ულუჩ ბაიარაქტარი ჯემ ქარჯი კარადაი პირველი სერია შეგწივდება პატარა ფეხსაცმელი ჩაიცვი გმადლობ ზაზე ფრთხილად იყავი, კარგი? კარგი. წარმატებულ დღეს გისურვებ. მერტი იყო შენი მფარველი. ამინ, თავს გაუფრთხილდი. რა ხდება აქ? შენ მათვამ გუშინ შეთანხმება დაარღვია. შენ სიტყვას არ ასრულებ. ეს არის შენი პირობა. კამილ. მხოლოდ ერთ რამეს გითხრავ. სიმართლეს ამბობს? ასეთი ტიპების წინააღმდეგ მარტო ვიბრძვი. უკანონო ფულს ახლოსაც არ უნდა გავეკარო, თორემ ლუკმაპურსაც დავკარგავთ. მაგრამ ყველაზე ახლობელი ადამიანი ზურგში დანას მიყრის. ერთხელ თუ კიდევ გაბედავ. აღარ ჩემი ძმა იქნები. აღარც მეზობელი. აქედან გაგაგდებ. ეს პირველად მოხდა და აღარ განმეორდება. მე უნამუს ადამიანებს არასოდეს ვენდობი. როცა რაღაც დანაშაული ერთხელ ხდება, ეს შეცდომაა, რომელიც შეიძლება მის ჩამდნენ საპატიო. მეორედ კი უკვე პატიება არ შეიძლება. არც მე არ ვაპატიებ. რას იზამ? თუ საჭირო გახდება, მოკლავ? თუ მარჯვენა ხელზე განგრენა მექნება, მას მარცხენა ხელით მოვიჭრი. კარგი. მაშინ არაფერი შეიცვლება. თქვენს უბანში არ მოვალ. და აქ არავის შემოუშვებ. წარმატებას გისურვებ. გმადლობ. დილა მშვიდობისა. წარმატებულ დღეს გისურვებთ. არ დაგავიწყდეს, რომ მაღაზიაში მარჯვენა ფეხით უნდა შემოხვიდე. მაჰირ, შემომხედე. 5 წუთის წინ კარხაციაზე იყავი. რა მოხდა? შენზე გავბრაზდი. რატომ რა მოხდა? ბიძია კამილს აწყენინე, ახლა შენი ეშინია. ყურადღებით მომისმინე.
შენი ბიძია კამილი აზარტულ თამაშებს თამაშობს. ამაზე რატომ არაფერს ამბობ? ასეთი სამუშაო აქვს, რა ჩვენი საქმეა? ხო, მაგრამ შენი მეზობლები ფულს იგებენ და აგებენ. როცა წააგებენ სახლში საჭმელს როგორ შეიტანენ? ძალიან ცუდი ჩვევაა. თამაშს თუ დაიწყებ, ვეღარ გაჩერდები. ძია კამილი ცუდად იქცევა. მაგრამ ის ჩვენი მეგობარია. როგორ შეიძლება უბნიდან გააგდო? ზოგჯერ პრინციპების გამო მეგობრებზე უარის თქმა გიწევს. იმ წესებს უნდა მიყვე, რომელსაც გული გიკარნახებს. სხვების გამო არ უნდა შეიცვალო. აბა დაფიქრდი. ილხნურს სხვანაირად ხომ არ ვექცევი? ხომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი არ არის? ისევე ძვირფასია ჩემთვის როგორც შენ. მე თქვენი მამა ვარ. შენი სინდისის წინააღმდეგ არავის გამო არ უნდა წახვიდე. არავის არასდროს არაფერი არ უნდა დაუთმო. ყველას მიმართ ერთნაირად სამართლიანი უნდა იყო. პური, საჭმელი და წყალი მოიცდის. ნებისმიერი საქმე მოიცდის. შეიძლება მინისტრის არჩევაც კი გადადო, მაგრამ მაჰირ სამართლიანობა ვერ მოიცდის. სწრაფად უნდა იმოქმედო. ძალიან სწრაფად. მამა, ყავას დალევ. მიდი მოიტანე. ამჯერად თბილი ყავა მოიტანე. ჩვენი სამუშაო დღე კარგი განწყობით უნდა დავიწყოთ. $1963 წელი. შვილო, ცოტა კიდევ გეჭამა. დიდი მადლობა დედა. მაგრამ სამუშაო მელოდება. ორხანს ფული გავუგზავნე. როცა ბაზარში იქნება დაგირეკავს. ეს კი ნიშნობისთვის. ხომ თქვი რაღაც მაქვს საყიდელიო. მანქანა ამის გამო გაყიდე? დანაზოგი მაქვს, რამეს მოვახერხებდი? არა დედა, რას ამბობ? გამუდმებით ფუჭდებოდა. გავყიდე და მოვიშორე. აბა თავს გავურთხილდი. მერტი შეგეწიოს შვილო. იმიტომ შიმშილობ რომ მსახიობ ქალებს დაემსგავსო? დაიმახსოვრე თუ მშიერი იქნები გაგვეთილებს უფრო ცუდად აითვისებ. ბჭამ, მამა. რა მოხდა, რატომ იღიმები? აითენს ყელსაბანს უყიდი ძალიან მომეწონა. მაჰირმა ფული მომცა, რომელიც მანქანაში გადაუხადეს. მამა, ძალიან გთხოვ, მოდი აქ. რა მოხდა ილკნურ? ბევლენთი რაღაცას გვიმალავს. მითხრე ფული არ მაქვსო, მაგრამ აი ეს ვიპოვე. კითხე საიდან გაქვს მეთქი, მაგრამ არაფერი მიპასუხა. იქნება ვინმე გაძარცვა ან რამე ცუდ საქმეში გაერია. რომელ ძარცვაზე ლაპარაკობ? არც მომისმინე. მაშინ მითხარი ბივლეთ. შენს ქმარს საერთოდ არ ენდობი ილკნურ. ფული მაჰირმა მომცა. ახლა კმაყოფილი ხარ? კმაც არ დამაცადე. მაშინ ვერ რატომ არ თქვის იძე? მაჰირმა მთხოვა, ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩესო. აქსარაი, აქსარაი. იყიდეთ გაზეთები, წაიკითხეთ ახალი ამბები. გამარჯობა მაჰირ. გამარჯობა სიტკი. სიმიტებს არინებებთ? მე მომეც. გემრიელად მიირთმი მაჰირ. ყავაც ხომ არ გინდა? სხვა დროს იყო სახლა საყიდლებზე მივდივარ. უკანა გზაზე შემოგივლი. დიდი მადლობა მაჰირ. არაფრის. მაჰირ. გაუბრაზდი, როცა გავიგე რომ მანქანა გაყიდე. მაგრამ ამ დილით გავიგე რომ შენს ძმას დახმარები ხარ. ხო ჩაღ. ილკნურმა იცის? ღმერთო. ბივლენთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რა ლამაზი ღიმილი აქვს. ქადირი და ნანირიც ასევე ლამაზად იღიმებიან ხოლმე. მაგვიანდება უამრავი საქმე მაქვს. აითენ ძალიან გაგიმართლა. გეყოფათ. გასაგებია რომ მაჰირი ლამაზია. მაგრამ არც მე ვარ მახინჯი.
da çok şanslı. Zaten sen თანაც başıma მითხრა, gelen რომ en güzel şeysin. მისი ცხოვრება თავდაყირა დავაყენე. Kadar aşık. ძალიან მოყვარვარ. Gözlerime bir bakıyor. როცა მელაპარაკება, Bir თვალებში elinin მიყურებს tuşu var. Kenet. და ჩემი ხელი უჭირავს. ვიცი, რომ ჩემი ძმა დაიჟინებდა, მაგრამ შენ არ უნდა დასთანხმებოდი. ეს როგორ გააკეთე? ვეუბნებოდი, მაგრამ არ მომისმინა. მალე ნიშნობა აქვს არა და უმანქანოდ დარჩა. დილამშვიდობისა, იალჩინ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბიოლენტ. დილამშვიდობის რძალო. დილამშვიდობისა, ქალბატონო მანულია. ფულს ბანკში წავიღებ და მოვალ. კარგი. ოღონდ მალე დაბრუნდი. სახლში ბევრი საქმე მაქვს. კარგი, კარგი. აქ ფასები წერია. ო, ვიცი. რა ხდება? ბიოლენტ. ბიოლენტ. ბიოლენტ, ფრთხილად. ბიოლენტ. ბიოლენტ. შიგნით შედი. რას აკეთებთ? მაჰერ, ახალი ტყავი მოიტანეს, შესამოწმებელია. ხომ იცით, რაც უნდა გააკეთოთ? მაჰერ, წამოდი ჩქარა. სავაჭრო ცენტრში თავდასხმა მოხდა. წამოდი. აზმი აქ დარჩი. შემიხარ. მოიცადე. ადეკი, გონს მოდი. ზია სულეიმან, როგორ ხარ? კარგად ვარ. იალჩინ. არა მიშავს. დაიგო, როგორ ხარ? ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. თავს დაგვესხნენ. ჩემი საქორწინო ბეჭედი წაიღეს. ის ფულიც წაიღეს შენ რომ მოგვეცი. მაგაზე არ ინერვიულა საყვარელო. ყველაფერს მოვაგვარებთ. ნუ გეშინია. მამა, ხომ არ იცი ვის შეეძლო მსგავსი რამის გაკეთება? არა შვილო. ხელს ნუ მოგიდებ. ანახე. არაფერი. ხელს ნუ მოგიდებ შვილო. მამა, სახლში წავიყვანე. დედა უფრო კარგად მიხედავს. წამოდი დაიგო.
მათ აუცილებლად ვიპოვე. ამას არ შევარჩენ. მაჰირ. მესმის რომ გაბრაზებული ხარ. მეც გული მткиვა. მაგრამ ჯერ კარგად უნდა მოვიფიქროთ ყველაფერი და დალიანს უნდა ვეწვიოთ. აქ დააწვინე. ხელი გაუხმეს ამის გამკეთებას. როგორ ხარ? კარგად ვარ, კარგად. მოდი დაწეკი. დედა. შვილო. ამოგივიდა. კარგად ვარ, შვილო, არ ინერვიულო. სამზარეულოში კარადის კარიღია დამრჩა. იმას მიარტყა თავი, ჩემი ბრალია. საშიში არაფერი ანაზიფე, უგეშინია. დაიგო, მე უნდა წავიდე. თუ რამე დაგჭირდება, შემატყობინე. კარგი. კარგი. არადგე. გემრიელად მიირთვით. გამარჯობა, როგორ ხართ? გემრიელად მიირთვით. დაახლოებით 10 კაცი იქნებოდა, ხომ ასებივლენ? ხო, ძმაო. რომ ნახავთ ამოიცნობთ? რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მათგანი ახლოდან ნახე. თქვენს მაღაზიებს დავათვალიერებთ. მერე პოლიციის განყოფილებაში უნდა მოხვიდეთ, განცხადება დაწეროთ. კარგი, აქეთ წამოგბრძანდით. წავიდეთ, მამა. მედია ყველაფერს რაფად აღადგენენ, მუსტაფა. მაჰირ. დამოვიწყდა. ნიშნობის მერე გამოგართდა. მანქანა ჯერ არ მჭირდება. მადლობ ძმაო. უფრო სწრაფად იმუშავე. ჩვენს კლიენტს ყველაზე ძვირფასი ვისკით გავუმასპინძლდით. იაფასიანი სპირტი არ დაუსხათ. გაიგეთ უბროს მარა თქვა. კეთილი იყო შენი მობრძანება ძვირფასო ნაზიფ. რა ხდება? შენ ამ ადგილებს იშვიათად სტუმრობ. ისე იქცევი, რომ უფრო ხშირად უნდა გესტუმრო. მოდი დაჯექი. იმედია ყველაფერი კარგად არის. სავაჭრო ცენტრში პრობლემა შეგვექმნა. თავდასხმა მოხდა. მოვაჭრეები სასოწარკვეთილები არიან. იმათაც დაესხნენ თავს. რას ამბობ? ახლა ვინ არიცავს შეთანხმებას? გხმაურობ. თავი მეტკინა. ვერ ხედავ რომ ლაპარაკობთ. ხრო ხარ მოშორდი აქედან. ჩქარა. აბი. ძმაო, შენ იცოდი რომ ამას აპირებდნენ? არა, არ ვიცოდი. ბაეზიდის შენი ნებართვის გარეშე ჩიტების გერდაფრინავენ. ეს როგორ უნდა მომხდარიყო? ვიპასუხე დალიან. შეინახე ეგ ნეჯდეთ. მაჰირ. მესმის რომ დაზარავდით და ძალიან გაბრაზებული ხარ. თქვენი მესმის, მაგრამ სანამ თქვენ არ მეტყოდით, მე არაფერი არ ვიცოდი. ვის შეეძლო ამის გაკეთება? ჩვენ რომ გვხსოდნოდა, აუცილებლად დავსჯიდით. მაშინ დილის ლოცვის დაწყებამდე იპოვეთ და დასაჯეთ. ჩვენც გვინდა გავიგოთ, ვინ გააკეთა ეს. არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებთ. მაშინ თქვენგან ამბავს დაველოდებით. ნაზიფ. არ მინდა ასეთ ვითარებაში შეგხვდე ხოლმე, მაგრამ შენც ხედავ რომ დრო შეიცვალა. ყველაფერი სხვაგვარადაა. ის ვინც ჩვენ გვემსახურებოდა, ახლა თვითონ იძლევა ბრძანებებს. სისტემა შეიცვალა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. აუცილებლად დავსჯით იმათ, ვინც ჩვენს წესებს არ ხვევს.
კიდევ გვეწვიეთ. Karadır kaşlarım ferman yazdırır. Bu dert beni diyar diyar gezdirir. Lokman Hekim gelse yaramazdırır. Yaramı sarmaya yar kendi... დაიკო, Ne oluyor? რა მოხდა, როგორ შემაშინე? მაჰირი მოვიდა ძიანაზიბთან ერთად. ახლა შემატყობინეს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მობრძანდი, მამა. გამარჯობა. გმადლობთ. როგორ ხარ შვილო? რამე ხომ არ გტკივა? არა, მამა, კარგად ვარ. ყველაფერი ჩემი ბრალია. სამზარეულოში კარადის კარი რომ დამეკეტა, თავს არ მიარტყამდა. დასხედით, სანამ ყველაფერი არ გაციებულა. რატომ გველოდებოდით? უჩვენოდ გევახშმათ. კარგ დროს მოხვედით. მოდი ჩემთან ბატონა. ამძიმებულ ხარ. ბაბუა, შემშილეთ, კი აღამ დავიხოცეთ. Nasıl söz öyle dedi? ბაბუას ასე ნუელაპარაკები. უნდა გეჭამა. ბებიას რატომ არ უთხარი რომ გშიოდა? გაჭმევდა. წამოდიება. მაჰირ ბახშამი მზად არის. კარგი დედა, ახლავე მოვალ. მოდი, წვნიანს დაგისხამ. მოვდივარ დედა. Ben bakarım. მე გავახებ. დაჯექი. Gel gel geldiler. შემოდი. Nasıl Mahir? მოდი, მოვიდნენ. Gitmişler akşam akşam. Bilmiyorum ki. მაჰირი კარგად არის? Keyfi yerinde. სად იყვნენ ამ შვაღამისას? არ ვიცი, კარგ ხასიათზეა. მგონი კარგ ხასიათზეა წესით უნდა დაგთანხმდეს. ღმერთმა გნას. Bak sana. ნახე რა მოგიტანე. Ne bu? ეს რა არის? Ay sen დაიკო, აითენ, ვერ ვიჯერებ, ნამდვილი ანგელოზი ხარ. İki kişi. ორი ადამიანისთვის არის. იტყვი რომ ჩემთან ერთად წამოხვალ. დანარჩენი შენი საქმეა. გმადლობ. გემრიელად მიირთვით. მადლობ, შემოდი ჩვენთან ერთად ივახშმე. მობრძანდი. Yok ben არა, მე უკვე ვივახშმე. გემრიელად მიირთვით. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა მაჰირს დაველაპარაკო. გემრიელად მიირთვით. სანამ წახვალ დამეძახე რაღაც მინდა გითხრა. მაჰირმა ჭამა ვერ მოასწრო. ესე იგი მნიშვნელოვანი საქმე აქვთ. ისე ხომ არ მოვიდოდა შვილო? sen de sofradan მაპატიე ჭამა kaldın. ვერ მოასწარი. არა უშავს. Ne oldu pasa? სავაჭრო ცენტრის შესახებ რა გაიგეთ? ამბობენ ყველას Sen bir სამესო. şey dersin diye gidip bak. მე არ წავედი, ვიცოდი რომ გამიმბრაზდებოდი. ეს ვინ გააკეთა? გაუგებრობა მოხდა, ყველაფერს მოვაგვარებ. ყველაფერი უფრო ლამაზი იქნება. İyiyim ben. ძალიან კარგი. Şimdi sana ახლა bir რაღაც şey მინდა sormam. გითხრა, ოღონდ არ გამიმბრაზდე. რა უნდა მითხრა? Benim უნივერსიტეტელი bir მეგობარი arkadaşım მყავს, var, ინჯი ქვია. İnci. Bana sormadan gitmiş. ჩემ düğün დაუკითხავად salonuna საქორწინო girmiş. დარბაზში წავიდა. Çok iyi kız. მოსალაპარაკებლად. Böyle kimsenin işine ძალიან bakmıyor. კარგი გოგოა, როგორც წესი სხვის საქმეებში არ ერევა ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენთვის Adam da çok გააკეთა. indirim yaptı. მითხრა რომ ფასდაკლებას გაგვიკეთებენ. თავიდან ბოთხარი ქორწილს ჩვენს უბანში გადავიხდით მეთქი. მაგრამ მე ვიფიქრე იქნებ შენც გინდა რომ იქ ვიქორწინოთ. Gelen giden ჩვენ ხომ filan ბევრი çok სტუმარი olacak. გვეყოლება. Salonda olsa თუ daha საქორწინო სალონში გადავიხდით, ყველასთვის მოსახერხებელი იქნება. münasip. Ne der? რა სიტყვი? Gidip bir იქნებ görüşelim. წავიდეთ, ვნახოთ როგორია. თუ ასე გინდა შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ. მაგრამ მე მინდა ჩემს უბანში გადავიხადო ქორწილი. იმ ქუჩაზე, სადაც გავიზარდე. Yok. კარგი, ასე იყოს. bilmesin filan. Ben მე sadece მხოლოდ sen ჩემო istersen გთავაზე. diye. ისე გავაკეთოთ, როგორც შენ გინდა.
Peki madem. როგორც შენიტყვი. ხვალ საქორწინო ბეჭდების საყიდლად წავიდეთ. ყველაფერი კარგად არის ბოს? რა მგონია? აჰმედი ისევ საუბრობს თითქოს არაფერი მომხდარა. საიდი კი ცდილობს გააბრაზოს. თვალყურზოდევა. კარტი მაგიდაზე დადე საიდ. ფრთხილად იყავი. არ მინდა ამაღამაკ. გარჩევები მოხდეს. მე მგონი აქ დიდხანს არ გაჩერდებიან. ვინიცის? დღეს ერთად მოვიდნენ. იმათ მაგიდასთან ჩვენი ადამიანი დასვი. ყველაფერს იმახსოვრებს, რასაც ლაპარაკობენ. თორემ ჯორაობენ უფროსი გიჟია, ნამდვილი მამაკაცი ვითროდის მოიქცევა. მტრები როდის უნდა გაანადგუროს, არა უშავსი ლაპარაკონ. იმასაც რომ იტყვიან ყოველთვის ის იყო უფროსი და დარჩება კიდეცო. ასეთი ჯორები აუცილებლად მიაღწევს იქ, სადაც საჭიროა. უკვე მიაღწია ძმაო. შედროდება არაფერს ჭამ. ხომ მითხარი მშიაო, რატომ არაფერს ჭამ? მინდი შვილო, შეჭამე რაც თებში გაქვს. Tekrar afiyet. კიდევ ერთხელ გემრიელად Ben მიირთვით. eve geçiyorum. სახლში მივდივარ. მოვდივარ. თავარია გამახსენდეს, რისი თქვაც მინდოდა. Yoksa uçup gidiyor vallahi. ამას სიბერე ქვია ძვირფასო. ებრებს ყველაფერი ავიწყდებათ. მიდი ჭამე. ჭამე. Koyuyorum. ახლა ვერ დაგისხამთ ბა. Allah, taze fasulye mi var? ლობიო ქონია. ბევრი გადმომიგე. ბევრი სიძე. Tuğla fabrikası. ის აგურის ქარხანა სტამბოლის რომელ მხარესაა? Eski mezbahanın yanında. ამ მხარესაა. Ay anne ne ომერთო რა ლამაზია. insanın gönlü. რამე უკეთესი შუქება მინდოდა, მაგრამ ასეთი მდიდრებიც არ ვარ. Biz budumuz belli işte. Daha ne რას ამბობთ? Dur bakalım. მოდი ვნახოთ. Görelim. Gel bir daha. სარკეში ჩაიხედე. Ay çok güzel. ძალიან ლამაზია. დაიკო დაბრუნდი? Geldin mi? Kör müsün? ვერ ხედავ რომ დავბრუნდი. Buradayım işte. Ne oldu? რა მოხდა დაიკო? მახიერი არ დათანხმდა? Hayır. არა. მადლობა. Bakalım. ნახოთ რძალი თუ მაჯობებს ყავის მოდუღებაში. Vallahi kim? შენ სავით გემრიელ ყავას ვერავინ გააკეთებს. შეგერგოს. Aslında არ sen გინდა ძოლის შერთვა ხომ ასეა? bunca yıl kaçtın დიდი ხანია ამას თავს არ იდებ. karşımızda oturuyordu. რომ გინდოდეს დიდი ხნის წინ დაუჯახდებოდი. Hala vazgeçebilirsin. აი თენი ჩვენი კარის მეზობელია. Ama o yüzük takıldı. იმიტომ გეუბნები რომ ჯერ კიდევ შეგიძლია უარის თქმა. Sefer şekeri biraz. ასე მგონია ყავას გემო დაეკარგა. Dediklerim მაპატია acı თუ vermiş გაწყენინე. შეიძლება ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ჩემს ძმასთან გულახდილი უნდა ვიყო. olmaz. Bana bak, შემომხედე. ben plan. მე უსიყვარულოდ გავყევი ბიულენს. Sen გონია შევიყვარე. insanı sevmek. ძალიან რთულია იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც არ გიყვარს. Bir ömür რთულია geçireceğiz. ძმაო. Sonra ო, ეჩვევი, მართალია ეჩვევი. მაგრამ რთულია მასთან იცხოვრო alışırsın. და tabii, სიყვარულზე alışırsın. იფიქრო. Ama insan Ძალიან düşünüyor, რთული. merak etmeden edemiyor. Aşk nasıl bir დამიჯერე. şey? Aşk güzel bir şey. სიყვარული კარგი გრძნობაა.
Öyledir herhalde. ო, ასე ამბობენ. Çıkmadı ki karşıma. მე არ გამომიცდია და არ ვიცი. Ama Ayten iyi kız. მაგრამ აეთენი კარგი გოგოა. Öyle olmasa სხვა babam. შემთხვევაში მამა არ იქნებოდა თანახმა. Hem onlar. თანაც ზეა კემალმა მამა ჩემს შეაბარა მისი თავი. მამამ კი მე. ხო და არ გააკეთო ეს. მამამ ეს ტვირთი მთელი ცხოვრება ატარა. ახლა ეს შენ უნდა გააკეთო. Hani bu kahvenin yanında? ყავას წყალი რატომ არ მოაყოლე? Sen unutmaz. აქამდე არასოდეს დაგვიწყებიან. შიგნიდან ყველაფერი მეწვის. კარგი ძმაო. ვეისელ. ჩაი დამისხი. ახლავე. ვინ არის? შენ ხარ? მეც დამისხი ჩაი. დამცხარი მოვიტანე. რა მოხდა რაღაც კარგ ხასიათზე ხარ? დალიან სუფროსობისგან ამბები მოუვიდა. იერაღის ამბებზე უარი თქვა. თუ ამბობ რომ საქმეში ხარ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. თუ არ სიტყვი, ჩვენ შენთან აღარ ვიმუშავებთ. ბატონ ჩეთინს გადაეცი რომ მე არ ვივაჭრებ იერაღით, რომლითაც ძმამ უნდა მოკლას. ასე რომ ამათი საერთო საქმეები დამთავრდა. ახლა მის ადგილს სხვა ვინმე დაიკავებს. მისგან ბევრი რამ მოვისმინეთ. ახლა ჩვენი დრო მოვიდა. Sefasını da birlikte süreceğiz. ჩემმა გეგმამ გაამართლა. ეცადე თავი მოაწონო და თავის ანაშემწე დაგიყვანოს. ყველაფერი ასე აზვილი არ არის. მგელივითაა და არავის ენდობა. მაგრამ ვეცდები რომ დამაფასოს. ორ დღეში მასთან ორ კაცს გავგზავნი და ვეტყვი რომ სავაჭრო ცენტრი იმათ გაძარცვეს. ნახოთ რა სიტყვის. გამომართვი. Ganimet aldım oğlum. ეს საგანგებოდ ჩვენთვის მოვიტანე. Adamları yakalayınca უთხარი რომ იმ ხალხს გქონდა. დაიკითხეთ ახალი ამბები. სახელმწიფოს მეთაურები მოლაპარაკებას აგრძელებენ. ახალი ამბები, ვინ იქნებიან სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრები? დაიკითხეთ ახალი ამბები. ეს კაცი შეაჩერეთ, დაიჭირეთ. მუსტაფა, ჰასან, დამეხმარეთ. ეს კაცი შეაჩერეთ.
კიდევ ბევრი უნდა ერბინო? დასაკეთებთ. ის არ ამწადები ჩვენს უბანს ანადგურებენ. თქვენ კი უმოქმედოც გეთხართ? სად ვიდიხარ ძმაო? ზიდან ჩამომეცალე. İtinizi getirdim. თქვენი ძაღლი მოვიყვანე. ამას არ ვიცნობ. მაგრამ გავიცნობ. Ben sizin dilinizi... მე თქვენს ენაზე არ ვლაპარაკობ. Ahmet Mehmet ise... აჰმედი ქვია თუ მეჰმედი ჩემთვის ულერთია. მაგრამ შეგიძლიათ მისი უფროსის სახელი გაიგოთ. აჰირ. ნუ ღელა. ყველაფერს გავიგებთ და პატრონს დავუბრუნებთ. იმედია დილის ლოცვამდე გაარღვევთ ყველაფერს. შენ ვინ ხარ? ვისთან მუშაობ? ახლავე გავარკვევ ყველაფერს. მოიცადე. შენ ნუერევი. ეს კაცი შენ არ მოგიყვანია. ოთახში შეიყვანე და მე თვითონ მივხედავ. Arkadaşlar bizzat ben ilgileneceğim. მიდი. კარგი. დაბა მითხარი. ვინ გამოგზავნა? ვინ გაბედა ჩემს მიზაზე ფეხის დადგმა? თქვი ვინ გამოგზავნა? Körüne inat eden... არ მიყვარს ჯიუტი ხალხი. Kızınız Fatma geldi. თქვენი ქალიშვილი ფატმა მოვიდა. რამდენჯერ უნდა გითხრათ აქ არ შემოუშვათ მეთქი? ახლა როგორ უნდა გამიყვანო აქედან? რას აპირებ? რატომ შეხვედი ჩემს ოთახში? თქვი იქ რას ეძებდი? საზიზღარო. ახლა ყველანი დაიშალეთ.
ვეისელ, კარგად ხარ? გამომართვი ნეჯეთ. იმ ხალხის მისამართი ვიპოვე, ვისთანაც შეინძმა გააშვილეს. ნეჯეთ, ხედავ, პირობა შევასრულე. ახლა ჩემთვის ისეთივე ძმა ხარ, როგორც ოსმანი. ძმაო, თავი გაითავისუფლა და ტყვია დაიხალა. კიდევ კარგი შენარგეს როლა. ალბათ მიხვდა, რომ აქედან ვერ გააღწევდა. მაჰირ, დიდი ხანია მელოდები? არა, ახლა ხან მოვედი. ჩემი საქორწინო კაბა ნახე? ძალიან ლამაზია. ფერი ძალიან მიხდება. მოგოებსაც მოეწონათ. მაგრამ თავარია შენ მოგეწონოს. შენ ნებისმიერი კაბა მოგიხდება. ასე ნუ აკეთებ, მაჰირ. რამდენჯერ გთხოვე? ჩვენ მეგობრები აღარ ვართ. ჩვევა აითენ, მაპატიე. წავედი. ბედნიერად ატარეთ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. ძმა დალიანმა სალამი გადმოგცათ. დავადუნ და მოსვლა, მაგრამ შეუძლოდ არის. ძმაო მაჰირ, ის კაცი ვერ დავკითხეთ, რომელიც მოიყვანე, თავი მოიკლა. ხელები გაიხსნა და ტყვია დაიხალა. ძმა დალიანმა გადმოგცათ, რომ ის, ვინც თქვენ გაწყენინათ, ჩვენც გვაწყენინა. საინტერესოა ის ადამიანები, ვინც თქვენ გაბარიათ, დიდხანს რატომ არ ცოცხლობენ? თუ რამე ახალს გავიგებთ, კეთყვით. ძმა დალიანს გადაეცი, რომ დღეიდან ჩვენს პრობლემებს თავად მივხედავთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ. არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ არა, რომ ჩემზე გულადი ხარ. მაგრამ შენ ჩემი შვილი ხარ. თან მარტო აღარ ხარ, მალე ოჯახი გეყოლება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო. დამშვიდი, მამა. გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნები, როცა ჩემს მეზობლებს ლუკმას ართმევენ. შენ არი დარდო. მრავალი წელი ებრძოდი ამათ და მეც მასწავლე. ასეთ შემთხვევებში როგორ უნდა მოვიქცე? მე ყველა თქვენგანზე ვაგებ პასუხს.
ახალი ამბები. შეიძინეთ გაზეთები, წაიკითხეთ ახალი ამბები. წაიკითხეთ. გმადლობთ. სკამები ასე დაალაგეთ. გმადლობ ნერმინ. საყვარელო ესეც წაიღე. ფრთხილად შვილო, თორემ გაწყდება. ბავშვებო, გაიქეცით. წადით ითამაშეთ. Günaydın. ეს რა არის საერთოდ? ეს მამა ჩემს ეკუთვნოდა. მას კი ბაბუა ჩემმა აჩუქა. მამა ყოველთვის ამბობდა ეს ჩემს იდეს უნდა ვაჩუქო. მაგრამ ვერ მოესწრო. ამიტომ მე გაჩუქებ. Sana vermek bana düştü. Ayten buna hiç... ეითენ, რა საჭიროა? Yıllardır iyiliğiniz... თქვენ დიდხანს ზრუნავდით ჩვენზე. Zaten... ოჯახის წევრები ვით გვეკცეოდით. მე მინდა ყველაფერი ჩვენი წესების დაცვით მოხდეს. Örf adete göre... დედმამა რომ ცოცხალი იყოს, საათს ისინი გაჩუქებდნენ. Annemle babam olsaydı... Onlar... აუცილებლად გაჩუქებდნენ. რატომ არ დამიჯერეთ? რამდენიმე დღით უნდა გამქრალიყავით. ვეისელს უნდოდა. მანქანა ადგილზე დაებრუნებინა, მაგრამ მარტო წავიდა. დაუნდობლად მოკლა. მაგრამ შენმა ძმამ არ ჩენჩაგიშვა და არც მე. არავინ. განა ეს ცოტაა ნეჯდეთ. გაჩუმდი. შენ ის მითხარი, ის კაცი სად მუშაობს? მისამართი მითხარი. გეფიცებით, ხვარებით დავკლავ. სახლიდან არ გახვიდე. თუ გახვალ, უბანს არ გასცდე. გისმენთ? მე ვარ. გისმენთ, ნეჯდეთი ვარ. ერთი ადამიანი მოკვდა. თან არ გიგრძნობთ, თქვენთვის ძვირფასი ადამიანი მოკვდა? ძალიან ძვირფასი. ვინმე გამოგზავნეთ, რომ ამ საქმეს მიხედოს. როგორც მეტყვით, სად გამოგზავნოთ? სასამართლოში. ხომ ასეა, გენერალურო პროკურორო? ხო აქ მოვიდეს. ისე მოხდა, რომ ვიღაცამ ჩემი მეგობარი მოკლა. როგორც ჩანს ძველი ამბების გამო. უნდა გავერკვეთ, როგორმე უნდა დავეხმაროთ. კარგი, როგორც მეტყვი. ოღონდ იცოდე. ისაც გამოგზავნი აღარ დაბრუნდება. ისთვის საფლავი მოამზადე. ახლავე შემიძლია ვიპოვო ის, ვისაც ციხეში გავუშვებთ, მაგრამ შენ ამბობ, რომ ის უნდა მოკვდეს, ეს რთულია. არ უნდა იცოდეს რა ელის. მოვიდეს და ჩუმად იყოს. ვიცი ერთი ადამიანი. მე მისამართს გეტყვი, შენ კი სასამართლოში გამოიძახებ. მაჰირ ქარა ჰქვია. ყველაფერი მოგვარდა, გენერალურო პროკურორო. ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ გინდოდათ. ჩვენი ნეჯდეთი ძალიან ჭკვიანი და ერთგული კაცია, ყველაფერს კარგად გააკეთებს. ისე როგორც თქვენი მსახურებთ, ისე როგორც კანონი გვიბრძანებს. დღეს რაღაც უხასიათოდ ხართ. ნუ გეშინიათ სამართალი იზეიმებს. დამიჯერეთ. თქვენს მკვლელს გავანადგურებთ. სასტიკად დავსჯით. არ ინერვიულოთ.
მაჰირ ქარას სიკვდილით დასჯიან. შურს ასე ვიძიებთ. Kız abla çok güzel. დაიგო სულთანის სასახლესავით ლამაზი ხარ. Müsait misin kızım? შეიძლება შემოვიდე? რა ლამაზი ხარ. Güzel olmuşsun. Maşallah. Sizinkinin ucu თქვენს ნაჩუქარ ყელსაბამს სამაგრი გაუფუჭდა და ვარჩიე დედაჩემის ნაჩუქარი გამეკეთებინა. bunu takayım dedim. Tabii რა kızım. თქმა უნდა შვილო, ასე უკეთესიცაა. Böylesi daha münasip olmuş. შედის ხსოვნა ბევრად Rahmetli მნიშვნელოვანია. hatırası hepsinden kıymetli. მაჰირი წავიდა და რომ მოვა Gidince დაგიძახე. haber კარგი? vereceğim sana, tamam mı? Tamam anne. კარგი დედა. Niye öyle söylüyorsun? ასე რატომ უთხარი დაიგო? ხომ შეიძლება გაიგოს რომ ეს ყელსაბამი ჯემილეს გამოართვი? Tembihledik herhalde. თხოვე არავის უთხრას. Acı duyarsa თუნდაც უთხრას მე რა მოხდა? tel gibi. არ მინდა იმ პატარა ყელსაბამის გაკეთება რომელიც მაჩუკა. ნურთენ, Nurtenler. ნურთენ სათხარ. Ay pardon. უკაცრავად. Kusura bakma. ბოდიში რომ შეგაწუხეთ. Nazif Bey ბატონ ნაზიფთან მოვედი. თქვენ მისი ქალიშვილი ხართ? Yok. არა მე მისი სარდლო ვარ. Öyle mi? მართლა? Mahir'in მაჰირის საცოლე ხართ? Şimdiden ბედნიერებას გისურვებთ ქალბატონო რძალო. Sağ olun. გმადლობთ. Nazif babaların. მამა ნაზიფის სახლი იქ არის. ნაზიფ. მოდი აქ. გამომართვი. ნეჯდეთ. Belen abim ჩემმა ბატონმა ძალიანმა გამომგზავნა. მაჰირისთვის პატარა საჩუქარი გადმოგცათ. თვითონ რატომ არ მოვიდა? ჯერ კიდევ შეუძლოდ არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუნებას მომცენ დავრჩები, ახალგაზრდებს ვატღიერთელებ. რა თქმა უნდა. დაბრძანდი. Baba alayım. მამა მომეცით მე წავიღებ. ბედნიერებას გისურვებ. Eline sağlık. მადლობა. ყავას ინებებ? Söyle tabii dur. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. უთხარი შაქნიანი ყავა გააკეთოს. კარგი. ორი ყავა. გამარჯობა. აჰირ ქარას ვედებთ. მე მამამისი ვარ. რა მოხდა? გენერალური პროკურორი იბარებს. რატომ? მიზეზი არ უთქვამს. გვიბრძანეს მივიყვანოთ. ესე იგი არ იცით რა ხდება? არა. მოდი სუფრასთან დაჯექი. გენერალურმა პროკურორმა მოგვიტევოს, მაგრამ დღეს ჩემი ვაჟი ვერ წამოვა, ნიშნობა აქვს, თანაც ახლა აქ არ არის. ხვალდილით თვითონ მოვა. სამწუხაროდ გვიბრძანეს დაუყოვნებლივ წავიყვანოთ. ორდერიც გვაქვს. ვინ არის ეს გენერალური პროკურორი? შეგიძლიათ სახელი ვითხრათ? სულეიმან ილმაზი. კარგი, ახლა ჩავიცვამ და მე წამოვალ. თქვენ კი არა, თქვენ ვარს იბარებენ. ხო, მაგრამ ის აქ არ არის. შეგიძლიათ შეემოწმოთ. მაჰირის გარეშე დაბრუნებას გირჩევნიათ მე წამიყვანოთ. ნუ ღელავთ, ჩემი ნახვა გაუხარდება. ახლავე მოვალ. რამე მოხდა? არაფერი, აქ იყავით, მე ყველაფერს მივხედავ. გაერთეთ, მე მალე მოვალ. ბებიას გადაეცი, მშვიდად იყოს, კარგი? შენ არსად არ წახვიდე. იცოდეს სწავლას ისევ გავაგრძელებთ. კარგი. რა მოხდა ძმაო? წაიყვანეს? არა, მაგის დედაც. იდიოტები. წადი ოსმან, წადი.
დედა, დაბრუნდი შვილო. მამა სად არის? ნაზემი ამბობს პოლიციამ წაიყვანაო. არ მკითხო. Eletmeden gitmiş. ჩემთვის არაფერი უთქვამს. ისმეთს ვკითხე და მან მითხრა, საშიში არაფერია, მალე მოვაო. ალბათ სავაჭრო ცენტრში მომხდარის გამო დაიბარეს. ჩვენ ხომ განცხადება დავწერეთ. საინტერესოა მე რატომ არ მითხრა. ალბათ იმიტომ რომ ნიშნობა გაქვს. Hadi bakalım. შენ სოთახში იყავი, სანამ არ დაგიძახებ, კარგი? Gel denmeden gelmez. ჩვენ აქ დაგელოდებით. შვილო, გენერალურ პროკურორს უთხარი რომ ჩემი ვაჟი გენერალური პროკურორი გელოდებათ. გამარჯობა პროკურორო სულეიმან. დიდი ხანია არ მინახი ხარ. დღეს ჩემს ვაჟს ნიშნობა აქვს. ტრაპიზონიდან აქ გადმოგიყვანეს, ახლა დიდი კაცი ხარ. მაგრამ შურის ძიება არ დაგვიწყებია. ეს მარტო მე კი არ გამიკეთებია. ჩემს ცოდვებზე უკვე ვაგე პასუხი. მითხარი რამე? პროკურორო სულეიმან. შენ გელაპარაკები? პროკურორო სულეიმან. მალე კომისარი მოვა და დაკითხავთ, შემდეგ კი საქმე აღიძვრება. ნაზიბ ხარა მამა ჩემია. შემოდი, აქ არის. მამა, მასთან შეხვედრა აკრძალულია. რატომ? ასეთია წესი. გააკეთე რასაც გეუბნებიან. გარეთ დაელოდე. ჯერ დავკითხავთ, მერე კი შეგიძლია შეხვდეთ. მე კარგად ვარ შვილო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მარწო დამტოვეთ. შემოდით. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.